101,620%. ეს არის მაჩვენებელი თუ რაოდენობით გაიზარდა ირანში ავტომობილების რეექსპორტი ბოლო 1 წელში. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაჭრობა ელვის სისწრაფით მზარდია. $89 მილიონ მეტის ღირებულების ავტომობილები გავიდა ირანში იანვრიდან ივნისის ჩათვლით. თუ წარმოვიდგენთ, რამდენად მასშტაბურ ზრდაზეა საუბარი, შეგვიძლია შევხედოთ მონაცემებს. წინა წელს იანვრიდან ივნისამდე 6 თვეში მხოლოდ 5 ავტომობილი იყო გაყვანილი ირანში და რა ხდება წელს? 6 თვეში 5086 ავტომობილი გავიდა ირანში და ეს არის 1017 ჯერ გაზრდილი მონაცემები და ოფიციალური სტატისტიკა ასახავს ამ რიცხვებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, მაშინ როდესაც ცივილიზებული სამყარო წყვეტს ირანთან ურთიერთობებს, ამერიკა ირანის ომის შემდეგ თუ როგორ გადალაგდა საგარეო პოლიტიკა, რატომ ზრდის საქართველო ვაჭრობას და ავტომობილების რეექსპორტს ირანის მიმართულებით. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკაში მხოლოდ დროებითი გარღვევა და რაც ვნახეთ ჩვენ რუსეთში ავტომობილების გაყვანის შემთხვევაში, შთაბეჭდილება რჩება სპეციალისტებს, რომ იგივე სურათს ვუყურებთ ირანთან მიმართებაში, რაც შეიძლება საქართველოსთვის დამატებითი საერთაშორისო სკანდალი აღმოჩნდეს. ირანს ძველ პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებ სანდო პარტნიორად მიიჩნევენ და შესაბამისად ყველა დასავლური თუ ესე ვთქვათ აღმოსავლეთის ქვეყნები თავს არიდენს მასთან ესე ვთქვათ პირდაპირ ეკონომიკურ კავშირს და აქ უნდა ვივარაუდოთ უკვე რომ სხვა ქვეყნებიდან მათ შორის რეექსპორტის ვთქვათ მიმართულებით ხდება ჩვენი ქვეყნის სივრცის გამოყენება. ის ვერ იქნება ხანგრძლივად სტაბილური ესე ვთქვათ სივრცე ეკონომიკური თვალსაზრისით და რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქვეყანამ. ნაკადები როგორც ჩვენი მხრიდან ესე ვთქვათ ირანის მიმართულებით, ასევე უნდა ველოდოთ, რომ ეს ნაკადები გაიზრდება თვითონ ირანის მხრიდანაც საქართველოს გავლით, შესაძლოა დარეგისტრდეს როგორც საქართველოს ესე ვთქვათ ექსპორტი ირანის მხრიდან, მაგრამ შემდგომ ჩვენი ქვეყნიდან იყოს გასული სხვადასხვა სივრცეზე. როგორც ხედავთ, ჩვენი სივრცის გამოყენება ხდება ისევე როგორც რუსეთთან მიმართებაში ხდებოდა რამოდენიმე წლის მანძილზე. მასშტაბური ზრდა მონაცემებში ავტომობილების რეექსპორტში ირანში ომის დაწყების და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ გამოჩნდა. ავტომობილების ექსპორტზე ვინც მუშაობს, ის კომპანიები და ავტოიმპორტიორთა ასოციაცია საუბრობენ მიზეზებზე. სწორედ ამერიკა-ირანის ომის დაწყების შემდეგ ირანში დილერების მხრიდან დაიწყო საქართველოდან მასშტაბურად გაყვანა ავტომობილების. ეს მას შემდეგ, რაც განბაჟებაზე შემოიღო ირანმა შემსუბუქებული პირობები. თუმცა ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ირანთან რეექსპორტის ზრდა მხოლოდ დამატებითი კითხვების საფუძველი შეიძლება გახდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ახლა ირანთან ომს აწარმოებს. ბოლო 2 თვეა ირანში რაც საომარი მოქმედებები გააქტიურდა, ირანის მთავრობამ შეღავათიანი პირობები შემოიღო ავტომობილების განბაჟებაზე, იმპორტირებულ ავტომობილებზე და შესაბამისად ირანელი დილერები და ფიზიკური პირები დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და დიდი ოდენობით ავტომობილები გაყავთ. ძირითადად ამ ავტომობილებს ყიდულობენ ფიზიკური პირებისგან, ქალაქში დადიან ირანელები, როგორც დილერები, ასევე ფიზიკური პირები სახელოსნოებში და იქ აჩერებენ მოსახლეობას და თავაზობენ ავტომობილის შესყიდვას. ასევე ყველა ავტომობილი არ გაყავთ, იქ რაღაც ვინ კოდების მიხედვით არის, რაღაც ციფრები აქვს და ასევე ამერიკული წარმოების თუ ავტომობილები ვერ გაყავთ. ირანთან ვაჭრობა მიმდინარე წლის რამოდენიმე თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმიტომ რომ წინა წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში ფაქტობრივად ნულოვანი იყო ეს ვაჭრობა. ეს ძირითადად ჰორმუზის სრუტეში დაპირისპირებამ გამოიწვია ირან-ამერიკის ომმა. ნამდვილად ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ დროებით ირანის ხელისუფლებამ შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა
ირანელ დილერებს რომ მანქანები შეეყვანათ. გარკვეულწილად ჩვენთვის საფრთხის შემცველიც არის იმ კუთხით, რომ შეიძლება არა სასიამოვნო, არა ნეგატიური ყურადღებაც მივიქციოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ირანთან ექსპორტის და განსაკუთრებით ავტომობილების რეექსპორტის მასშტაბური ზრდა არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, სპეციალისტები ამას განიხილავენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებადაც, თუმცა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილშიც რომ შევხედოთ, წესით ძალიან მარტივია იმის გათვლა, რომ ირანში ექსპორტის ზრდა და ეს ბაზარი ვერ შეიძლება გრძელვადიანი გათვლისთვის გამოდგეს.